მინდა პირველ რიგში ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც რუსთაველის ქუჩაზე გამოდიან, ვინც ბოლომდე იბრძვიან, ვინც დაპატიმრებულია, დაჯარიმებულია, ვინც იბრძოდა საერთოდ და ვინც წინააღმდეგობას უწევს ამ ხელისუფლებას. ნამდვილად ქედს ვიხრი მათ წინაშე, მათი ვაჟკაცობის წინაშე და მშურს მათი რომ მე არა ვარ მათ გვერდში. მაგრამ მინდა ერთი რამ თქვა, ამან ყველაფერმა უკვე ჩემი აზრით თავისი მაქსიმუმი გააკეთა და ასე ამის გაგრძელებით იმ შედეგს, რა შედეგიც საქართველოს აუცილებლად ჭირდება, ალბათ ვერ დადგება. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა და ვთქვა ერთი რამ, ალბათ დასამატებელია, ალბათ პირველ რიგში გასაკეთებელია ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლების თამაშით თამაშობთ, მათი შემოგდებული თემებზე ვიბრძვით, ვსაუბრობთ და ასე შემდეგ. ალბათ ეს უნდა დამთავრდეს და ხელისუფლება ჩვენ უნდა ვთავაზობდეთ თამაშის წესებს და პოლიტიკური პროცესიც უნდა გააქტიურდეს. ამისათვის მე ვთვლი, რომ უამრავი ადამიანია ისეთი, ვინც უკმაყოფილოა ხელისუფლების, მაგრამ მოქცეულია ხელისუფლების პროპაგანდაში და არაფერი ვერ დგამს ნაბიჯებს, არ არის ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ძალიან დიდი მექანიზმი აქვს შექმნილი პროპაგანდის და ეს მაგრად მუშაობს და ამას ვერ უპირისპირებთ ვერაფერს რეგიონებში. და თვლი რომ უკვე საჭიროა შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც ივლიან რეგიონებში, ივლიან სოფელ-სოფელ, ივლიან ქალაქებში. ემიგრანტების მიერ ჯგუფის მიერ, ერთ-ერთი ჯგუფის მიერ შემუშავებულია მემორანდუმი, რომელსაც გავეცანიდა მომწონს და ამ მემორანდუმით ან თავისი აზრებით ივლიან და მობილიზებას გააკეთებენ რეგიონებში, გააქტიურებენ რეგიონებში, პროტესტში მეტად უნდა იყოს ჩართული სხვადასხვა ქალაქები. აგრეთვე დღეს მინდოდა ერთ-ერთ ბელგიის ქალაქში წასვლა, მივედი სადგურზე და მატარებლები იყო გაფიცული. ესაა გაფიცვა და არა ის, ჩვენ რომ ვითომ გავიფიცეთ 1 საათი დავდგეთ მაღაზიის წინ და ეს იყო გაფიცვა. ეს არ არის გაფიცვა. გაფიცვა არის გაფიცვა. დღეს მინდოდა წასვლა ვეძებოდი. ესაა გაფიცვა და ეს უნდა დავიწყოთ უკვე. უნდა დავიწყოთ ფართო მასშტაბიანი გაფიცვები, საუბრები და მივახციოთ, რომ ერთ დღეს თბილისი გავფიცოთ მეტრო, გავფიცოთ ავტობუსები და გავფიცოთ მთელი ქალაქი, გავფიცოთ სხვა ქალაქები, გავფიცოთ პორტი, სადაც თვითი შემოდის. ეს იქნება უკვე იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება დამარცხდება. სხვანაირად, მარტო რუსთაველზე დგომით უკვე შედეგს ვერ მივაღწევთ ბოდიში, მაგრამ მე ასე ვფიქრობ და აუცილებელია. ავიცი, მაინც მინდა რომ ვთქვა, მით უმეტეს იმისა, რომ ვიღაცა მეტყვის აშენ ემიგრაციაში და მაქედან ადვილია. მაინც მინდა რომ ვთქვა, უკვე საჭიროა შეიქმნა ჯგუფები და ჯგუფები, რომლებიც იქნებიან ერთად და პოლიციას რეალურად გაუწევენ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ მაინც გვიჭირავენ წინააღმდეგობის გაწევის მოტივით და რეალურად გაუწევენ პოლიციას წინააღმდეგობას და არ მიცემენ ადამიანების ასე ელემენტარულად დაჭერის საშუალებას. როგორ არ ვიცი რა, 5-10 პოლიციელი დემორალიზებულები არიან, დედააფეთქებულები, შიშრები არიან
და ვაჟკაცები არის, მანამ სანამ წინააღმდეგობას არ შეხვდებიან. ამიტომ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. უნდა გაუწიოთ ფიზიკური წინააღმდეგობა, არ მივცეთ ასე ადამიანების გატაცების საშუალება და მერე ვიშვიში და ტირილი მაგას აღარ შველის. რა ვიცი, ბოდიში გიქთით, თუკი ძალიან მენტორული ტონით გამომივიდა, მაგრამ მე სხვა გამოსავალს ვერ უყურებ. მადლობთ ყურადღებისათვის.